მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ჯგუფი რეგიონი ბორჯომში 25,000 ლარად გამართავს კონცერტს. ღონისძიება 20 მაისს 16 საათზე დაიწყება. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც ბორჯომის მერია ამბობს, ღონისძიება სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეებისთვის გაიმართება. წალკის სოფელ დარაკოვში საბავშვო ბაღი არ არის. აქ მცხოვრები ბავშვები გვერდით სოფელში, არწივანში დადიან ბაღში. ხან ერთ მეზობელს მიყავს, ხან მეორეს. ტრანსპორტი არ დადის და რთულია. ამბობენ დარაკოვში მცხოვრებლები. დარაკოვში ძირითადად ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ბოლო აღწერის მიხედვით აქ 588 მუდმივი მცხოვრებია. სწორედ მცირე მოსახლიანობას და სკოლანდელი აღზრდის ასაკის ბავშვთა სიმცირეს ასახელებენ ბაგაბაღის გაერთიანებაში იმის მიზეზად, რომ სოფელში ბაღი არაა. წალკის მუნიციპალიტეტის ბაგაბაღის გაერთიანების სკოლანდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მელსიდა მეზიროვა გვეუბნება, რომ დარაკოვიდან არწივანის საბავშვო ბაღში, სადაც ბილინგური სწავლებაა, სულ 4 აღსაზრდელი დადის. სოფლებს შორის დაშორება კი 3 კილომეტრია. მელსიდა მეზიროვა ამბობს, რომ ასეთ მცირე კონტინგენტზე ბაღი ვერ გაიხსნება, სულ მცირე 25 ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში, იმისთვის რომ ბაღი გაიხსნას. სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, წალკაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ბავშვებს კვლავ არ ჰქონდათ წვდომა სკოლანდელი განათლების აღზრდის დაწესებულებებზე 2025 წლისთვის. მზევინარ სურმანიძე წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლის ეზოში მცირე სამკერვალო სახელოსნო აქვს. კერავს, ქსოვს და ქმნის ხელნაკეთ ნივთებს. ამბობს, რომ ხელსაქმე ბავშვობაში დასთან ერთად დედამ შეასწავლა. მისი ნამუშევრები არასდროს მეორდება, დიზაინიც უმეტეს შემთხვევაში მას ეკუთვნის. 59 წლის ქალს საკუთარი ფერმაც, მზეოს ფერმა აქვს. ქალი მეწარმე საქართველოს მასშტაბით გამართულ გამოფენებზეც მონაწილეობს. ადიგენში მუნიციპალური ჩემპიონატის ფარგლებში სოფლებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით დღეს ფეხბურთში ერთმანეთს ზანავის, მოხეს, ლელოვანის და ქვემო ენთელის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშების შემდეგი ანგარიშებით დასრულდა. ზანავი მოხე 2-2 პენალტების სერიებში გაიმარჯვა ზანავის გუნდმა. ლელოვანი ქვემო ენთელი 5-4. მერიის ცნობით სოფლებს შორის ფეხბურთში გამარჯვებულები 26 მაისს ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. ფერმერებისთვის სარწყავი წყალი გაძვირდა. რა დაგიჯდებათ მიწის ნაკვეთის მორწყვა, გთავაზობთ ჩვენი პარტნიორი აგროგარემო TV-ს ჟურნალისტის ბელა გელაშვილის სიუჟეტს. საქართველოში ფერმერებისთვის სარწყავი წყალი ძვირდება. ამასთან წყალს მიიღებენ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით. 1 აპრილიდან წყლის მოხმარებაზე ამოქმედებული ახალი ტარიფები ასეთია. თუ აქამდე 1 ჰექტარზე საირიგაციო წყლის გადასახადი აღმოსავლეთ საქართველოში 75 ლარს, დასავლეთში კი 45 ლარს შეადგენდა, ახლა ტარიფი იზრდება და დიფერენცირებული ხდება და მორწყვის სიხშირეზე ხდება დამოკიდებული. კერძოდ, ერთწლოვან კულტურებზე გაუმრეცხველიანებელი მომხმარებლისთვის 1 ჰექტარზე მორწყვის გადასახადი DGG-ს ჩათვლით 116 ლარი იქნება. მრავალწლოვანზე კი 102 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერმერს მოსავლის რამდენჯერმე მორწყვა დასჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ირიგაციის ხარჯი ყოველ ჰექტარზე რამდენიმე ასეული ლარი იქნება. სემეკმა ირიგაციის ტარიფები გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვისაც დაადგინა, კერძოდ მომხმარებელთა ორგანიზაციაში გაერთიანებული იმ ფერმერებისთვის, რომლებიც საფასურს მრიცხველის შესაბამისად იხდიან, წყლის მიწოდების ტარიფი 1 კუბმეტრზე 3.5 თეთრს შეადგენს, მაშინ როდესაც ინდივიდუალური ფერმერებისთვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა. ფერმერები სვამენ კითხვას, რატომ უნდა გადაიხადონ უფრო მეტი იმ სისტემაში, სადაც წყლის არ ქონა, სადაც წყლის ქონა კი არა, წყლის არ ქონა წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ძიმე პრობლემად რჩება. რეგიონებში ფერმერები ისევ დაზიანებულ არხებზე
წყლის დაკარგვაზე და არათანაბარ განაწილებაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ სარწყავს სეზონზე წყალს საათობით ელოდება, ნაწილი კი იმასაც აცხადებს, რომ არხი სოფლამდე მოდის, მაგრამ წყალი ბოლომდე მათ მინდვრამდე ვერ აღწევს. როცა საჭიროება ბაღია, ლობიუა, ნიორია, ხახვია, ერთდროულად რომ მორწყვას სჭირდება, მაშინ აღარ არის. დაწყევლილია ჩვენი სოფელი რა არის. აგვისტო და ივლისი, სულ ყველაფერს საჭირდება. პამინდორია, კომბოსტუა, სულ აბსოლუტურად კარტოფილი. აგვისტოში იღება კარტოფილი, დაბა ის თუ ეხლა არ მოიწყო ივლისში. არაფერი არ იქნება. იქ ნამყენი იყო და უწყლობით გახმა ის მხარე. საერთოდ არ იყო წყალი ამოყარე. ეხლა აქ ვამუშავებ, აი პატარა ადგილს ვამუშავებ. მაიხ მე პირად სოფელში ვარ, პამინდორი რაც უნდა ვიყიდო. ყიდო, სოფელმა კაცმა პამინდორი რაც უნდა იყიდოს. იმიტომ ვერ მომყვა, არ არის წყალი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ჩვენა ვართ, აი ეს პატარა ისინი ვისაც აქვს ფართობები, რომ ვერჭამურგებს ვაკეთებს და ვერ საფრთხილად. როცა წვის სეზონია, წყალი საერთოდ არ არის აქ. ფაქტიურად ვერაფერი ვერ მომყავდა, იმიტომ რომ რასაც დავახარჯებდი, იმას ვერ ვიღებ. ძალიან ყურადღება უნდა სოფლის მეურნეობასა. სოფლის მეურნეობა ძალიან უყურადღებოდ არის, ძალიან. არ არის აი სოფელში ისეთი უნდა იყოს შეგროვებული ჯგუფები, რომელსაც ამას უღემძღონებს, რომ მიიტანს მაღალ დონეზე. მაღალ დონეზე იციან, მაგრამ რა ვიცი, სოფელში მოსავლიანობა აი ამის გულწარი იცლება სოფელი და მიდის ქალაქში და აკეთებს საზღვარგარეთთან სამუშაოდ. სოფელში ახლა მუშახეს ვეღარ ანახავთ. პროდუქცია აღარ იქნება. ეწვალება და ფასი არ აქვს. მე შევიძლია წაგიყვანოთ ახლა გაჩვენოთ ჩვენი გადაყრილი ვაშლი, რო აღარ გავიდა არსად. ეს იყო ჩვენს ხელთარწებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.